რებულის პოვნის ამბავი არის ცოტა ისეთი კომპლექსური დიდი, ამიტომ რაღაცა შევამოკლებ და ვიტყვი რომ ესე იგი როცა მე ვნახე ჩემს არქივში მისი ესე იგი შესრულებით ჩვენ მშვიდობა, სადაც ის მეორე ხმას ამბობდა მოძახილს. ეს იყო უცნობი ხმა ჩემთვის, იმიტომ პირველი და ბანი იყო ნაცნობი მომღერლები, ტრისტან სიხარულიძე და მერაბ კალანდაძე და ნუ შემდეგ აღწერებში შემთხვევით მოვნახე, რომ ეს იყო რებული მჟავანაძე და ესეთი კომბინაციით სახელი დაგვარიგებთ, თუ რებულის სახელი მაშინ პირველად გავიგე, თუ არსებობდა და ნუ მჟავანაძე და მაშინ აი ნანა მჟავანაძეს ვიცნობდი და ვკითხე რომ აი ხაბუტონ ნანა ხომ არ ვიცნობთ ბატონო და ნანა მითხრა ეს არის რებული ბიზამისი და ნუ გავიჟდი, იმიტომ რომ ნუ ესეთი ფენომენალური მომღერალი უკვე ჩანდა, შემიძლია თამამად თქვა, მაშინ რომ მივხვდი, იმიტომ რომ მაქვს იმის ამბიცია რომ სხვა კუთხეებში შეიძლება რაღაც თქვა ასეთი კომპეტენციით, მაგრამ გურულში ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მაქვს უამრავი ჩანაწერი, უსმენავ ჩანაწერებს და შემიძლია მოკლედ რაღაცა ობიექტურად შევაფასო გურული სიმღერის მომღერლები. და მისი ამ ერთი ნამღერით უკვე გამოჩნდა ვისთან მქონდა საქმე. და მიგვირდა რომ ნანა მჟავანაძე ბიზაა ასეთი და ნუ ფართოდ შევა ეს პირველად გავიგე ასეთი ადამიანის შესახებ და ერთი სიტყვით ისე იყო რომ ნანავს თხოვე რომ დაუკავშირდე რებულის ნანა მომცა ნომერი ის მოკლედ ერთი სიტყვით შევხვდით რებულის სოფელ შემოქმედში და თან წავიყვანეთ წავედ დადილეის ბიჭები ანსამბლ დადილეის ბიჭები და ჩვენი მეგობარი დათო შუღლიაშვილი და თან წავიყვანეთ ჩვენი მეგობარი ასევე მარინა დე კრისტოფერო რომელსაც ვთხოვი რომ წამოიღო ვიდეოკამერა, შტატივი, რომ აი ეს მთელი შეხვედრა, მასთან ეს სუფრა, ეს სიმღერა და მთელი ამბები ჩაგვეწერა და მართლაც მთელი სუფრა იმ პირველი შეხვედრის ჩავწერეთ და ეს იმ სუფრაზე მივხვდი რომ საქმე ქონდა სულ ფენომენთან. ყოველი შემდეგი ჩასვლა და თან საინტერესო იმიტომ იყო რომ ჩვენ ყველა მივიცოდით რომ აი ნელ-ნელა მიდიან და აღარ არის ის და უცებ ესე ამ ასაკში ესეთი ადამიანი უცებ ამოვწყიდა რა თამამად შემიძლია თქვა და შემდეგ გურიაში ნუ ხშირად ჩავდიოდი და ჩავდივარ კიდეც და ყოველი ჩასვლისას რებულის ურეკავდი ხვდებოდი საუბრობდი თუ შესაძლებლობა იყო სხვა მომღერლების თუ იყვნენ მღეროდი სხვა ხმებში მრავალ ხმაში სხვა შემთხვევაში ეს ვიკრებებოდით და მოკლედ ესე საუბრით ჩამოფარგლებოდით და ერთ დღეს ვკითხე რომ რებული ხომ არ შეგიძლია შენ სხვა ხმების მღერაც, იმიტომ რომ მას გქონდა ნათქვამი რომ ეს სპონტანურად მღერის ამაზე ესე ნასწავლი არ აქვს და ესე ცოტა იმით ვიკითხე. და რებული მითხრა რატო არა შეიძლება ვცადოთ და მოკლედ ტელეფონში ერთი პროგრამის საშუალებით ვცადე და დავიწყე რებულის ცალ-ცალი ხომ ეგრეთ წოდებული კომბინირებული წესით ჩაწერა. თქვა იქ პირველი ხმა, შემდეგ უსმენდა რებული ამ თავის ხმას და მეორე ხმას ადებდა და შემდეგ მან. და ასე ყოველ ჩასვლაზე წერდი ერთი 6-7 სიმღერას რებულისგან და ზოგჯერ ისე იყო რომ რებული მე რუსთველი ჩავწეროთ, მაი რომელია და მე მიწევდა რომ ერთი ჩამერთო მომესმენებინა, ერთი 10 წამს ჩაურთავ და საკმარისია მოუგნებოდა და მე იწყებოდა ესე იგი იწყებდა 3 ხმის მღერას და თან მე ხო უსმენდი ამ სათავო ხმებს და ნუ ეს კაცი ნუ არასტანდარტულად მღერის რა, ნუ ახლა იმპროვიზირება მესმის ისეთი ასეთი, მაგრამ იმპროვიზირებაშიც ხო გრადაციებია და ესეც რაღაც უფრო ესეთი მაღალი კლასის იყო იმ წუთში ჩანდა და მე რომ მოვდიოდი თბილისში, შემდეგ ნუ ეს გზაში რომ უსმენდი, ეს იყო სრული შოკი. იქ მაინც ვერ აღიქვამ ხო ცალ-ცალ ხმაში რა, მაგრამ ეს ჰარმონიაში იყო ფანტასტიკა და სწორედ აქედან გამომდინარე მე ვთქვი რომ მოკლედ მეთქი ეს ჩემ ტელეფონში ეს უბრალოდ საცოდაობაა რომ ჩემ ტელეფონში ინახებოდეს ხოლმე და ეს უნდა ინახოს ბევრმა ადამიანმა რომ აი ეს ფენომენი კიდევ არსებობს გურიაში. კიდევ არსებობს კი არა თამამად არ ვიცი სულ ფიქრობდი ადრე იმაზე და მე შევწყვიტე ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ აი ვის შეიძლება კალიბრით შევადარო რებული, რომელ ძველ მომღერალს თქვა, აი ესეთი ცნობილი იმპროვიზატორები ვინც იყვნენ, ხო რა საგურველია. და ხან იმას მე აი იმას ტექნიკაში იმას ყوار გავს რაღაცა იქ მელოდია იმას ფიგურებში იმას, მაგრამ მე მივხვდი რომ ვერავის ვერ შევადრი. იმიტომ კი რომ ვინმე რებულიზე უკეთესი ან რებულია ვინმეზე უკეთესი არა. იმიტომ რომ მოცემულობა ამათი არის სულაც განსხვავებული, იმიტომ რომ აი ავიღოთ მაგალითად სამულ ჩავლეშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ვლადიმერ ბერძენიშვილი, არტემ სკულს ასე შემდეგ. ეს ხალხი იყო ხალხი რომლისთვისაც მუსიკა იყო პროფესია იყო.
არაოფიციალური, მაგრამ პროფესია, ხო? რომ გუნდები ყავდათ ხალხს და რომ ყოველ დღე შეიძლება და რამდენიმე საათი ხალხს უბრალოდ ემღერა და გაწაფულები იყვნენ ამაში. და რებული არის ადამიანი, რომელმაც მე რუსული რო უხსენო, გეტყვის რომელია სიმღერა და უნდა ჩაურთო მე მოასმენო და მე გიდებს ამ შედეგს რა და ეს არის აი აბსოლუტურად ამ კონტექსტს მიღმა და ამათ ვერცერთ ვერ შევადე, ანუ ეს ხალხია ცალკე და ესენი შეგვიძლია ერთმანეთს გემოვნების მიხედვით შევადოთ და რებული კიდე ცალკე დგას აბსოლუტურად ხო და ეს ამ ხრივ არის მოკლედ ძალიან გამორჩეული ამბავი და ეს იყო მოკლედ ესე იგი საფუძველი იმისა, რომ შემდეგ ეს დისკის ამბავი დაწყებულიყო. მოკლედ როგორც კი გამიშდა იდეა რომ რებული უნდა ჩაგვეწერა სტუდიაში, მაშინ უნდა დაუკავშირდი ჩემს მეგობარს, ხმის რეჟისორს ილია ჯღარკავას და გავუზიარე მოკლედ ეს ჩემი ხედვა, აზრი, რებულიზე დაკვირვება და ასე შემდეგ და ну ილიამ ცოტა ესე სანდრო ახლა ცოტა რაღაცებს ხო არ ამეტებ, იმიტომ რომ მეც იგივე განცდა დამრჩებოდა, იმიტომ რომ ხო ეს არის რა, არ არის მარტივი წარმოსადგენი ესეთი ფენომენის არსებობის ამბავი და ხო ნუ კაი და მე ვთხოვ ელიას, იმიტომ რომ მაშინ არ იყო სამწუხაროდ ფინანსური საშუალება იმის რომ პირდაპირ ესე გადაგვეხადა და დაწყებულიყო დისკის ჩაწერა და გამოცემა და ილიას ვთხოვ რომ მეთქი აი რამენერად დავიწყოთ და შემდეგ აუსვოთ რაღაცა იქნება და ილიამ რა თქმა უნდა ესე იგი იმ წუთში დამთანხმდა, ჩამოვიყვანეთ რებული თბილისში და დავიწყეთ ჩაწერები. ჩაწერები დავიწყეთ და აი ეს ხორი ეს გამყოფი ეს არის რა და ილია იქით იჯდა და რებული რო წერდა ამას და უკვე ზოგიერთ სიმღერაში მეორე ხმის დადება და ბანის დადება რო დაიწყო და ილია იქიდან იმიტომ რომ იქვე მიხვდა უკვე რა ხებოდა საქმე. და ესე სწრაფად მუშაობა სტუდიაში ადამიანთან რომელიც სტუდიაში ფაქტობრივად პირველად იყო კი პროფესიონალი ვინც იმიტომ რომ გოუში მეორე პირველს ხო იტყოდა მე მეორეს ხო იტყოდა მოგასმენურებული არ მინდა მესამე და პირდაპირ უცებ სამი ხო და გავიდოთ მე ილია დაადებდა მას და უსმენო ძალიან მაგარია აღარ საჭიროებდა საერთოდ კიდე ერთხელ თქვა და რაღაცა ფაქტობრივად დისკის თამამად შეიძლება ითქვას 95% ასეა ჩაწერილი პირდაპირ არანაირი დუბლი არა იქ გაკეთებული. პირდაპირ რაც არის პირდაპირ გაშვებულია ეს. და იყო ესეთი კურიოზული შემთხვევები, კურიოზი შეიძლება დავარქვათ ამას, რომ რაღაც საგალობლების ჩავწერეთ თავისთავად ცხადია რამდენიმე, რებულიმ რაც იცოდა და ვკითხო რებული ქრისტიანები ხო არ იცი და როგორ არ ვიცი კაცო და აბა წაიმღერე მეთქი და დაიწყო სვანური ქრისტიანობა, უფრო გურული ქრისტიანობა თუ იცი მე და სვანური ქრისტიანობა ვერა დაიწყო და მე ვთხარ რებული ეგ არ არის გურული, ეგ სვანურია. სვანურია, კი მე ვთხარ გურული რომელია მეკითხება და ავდექი და არ მახსოვს მე მგონი დიმიტრი პატარავას ჩაურთეთ თუ არტემის ქრისტიანობა ჩაურთეთ ერქომაიშვილის და კაი ანუ სამჯერ მოტრება არ დაჭირდა და აი ახლა ამ დისკში შესულია ქრისტიანობა, სამი მობრუნება და რო უსმენ ფუზე ამ ქრისტიანობას, ჩვენ სვანური ქრისტიანობა არა იქ არ არის მაგრამ სვანურია, მაგრამ თან არ არის სვანური, ეს სულ და გურული ქრისტიანობა. ამით შეიძლება ვთქვათ, რომ მე ესეთი მომღერალი უბრალოდ არ წავიდე თუ არის ესე და სადმე იმალება და სადმე გადეგილად ცხოვრობს არ ვიცი, მაგრამ ჩვენს გარშემო მე ესეთი უბრალოდ არ წარმომიდგენია, რომ აი ასე ადამიანმა იცოდეს ერთი სიმღერა, უთხრა რომ ეგ არ იმღერო, იმღერე ასე და თქვა, მასე კი არ თქვა, როგორც მოსმენი, კიდე თავისებურად თქვას ეგ. ეს არის აბსოლუტური ფენომენი და მე ვფიქრობ, რომ რებულის მხოლოდ ამით არ უნდა დაუკმაყოფილდეთ და ამით არც დაუკმაყოფილდებით, მოსაყოლი კიდე ბევრია და ამაზე ალბათ შეიძლება ცალკე რაღაც ამის გაკეთება თვითონ კონკრეტულ სიმღერებს მივყვეთ საერთოდ როგორ მოხდა ამ ამბების ჩაწერა და კარგი ამბავი ის არის რომ ჩვენ ავჩერდებით ამ დისკზე და გვაჩვენა რომ რებულის სიცოცხლე ფანტაზია და ის დიდი აქვს და ამიტომ ახალი დისკისთვის დავიწყებთ მასალების ჩაწერას. და ვფიქრობ რომ ამით მხოლოდ ჩვენ და ეს მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება უნდა მივიღოთ, ვფიქრობ რომ ის მეცნიერები ვისაც ავალია ამაზე დაკვირვება მეცნიერულად და აკადემიურად, ის უნდა დააკვირდნენ ამ პროცესს, იმიტომ რომ ღმერთმა დიდხანს იყოს ჩვენთან ერთად რებული, რომ აი ესეთ ფენომენი ჩვენთან ერთად რომ არის ახლა,
ამაზე ცოცხლად მოხდეს დაკვირვება და შესწავლა იმ ფენომენის რა ფენომენთან გვაქვს საქმე, რომ იმიტომ რომ ეს არის უნიკალური მოვლენა ქართულ ტრანსულ მუსიკაში, გურულში განსაკუთრებით. ახლა მე სხვებში არ ვიცი კიდე მსგავსი შემთხვევა თუ არ მგონია, მაგრამ მაინც რომ აი ესეთი ფენომენი მოკლედ რა და როგორი ის არის, რა ქვია, რო არსებობს, აი ესე უნდა მოხდეს მისი შესწავლა აკადემიურად და მეცნიერულად. მე მოაზრებული მქონდა რომ ამ ჩაწერებში მონაწილეობას მიიღებდა ასევე რებულის განუყრელი პარტნიორი მერაბ კალანდაძე, ხო, რომელიც ნამდვილად უდროოდ მოკლედ დაგვაკლდა და ეს რო ჩავდიოდი ხოლმე გურიაში, ჩვენ სამი ვიკრებებოდით ხოლმე და დაუწყარი საღამოები გვაქვს გატარებული ერთად და ხო და სულ მინდოდა ეს და სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთი ჩანაწერი მაქვს მე ჩემი ტელეფონით რაც ჩავწერე, ეს არის მივალ გურიაში, მაგრამ სადაც ჩონგურზე მერაბი უკრავს, ბანსაც მერაბი ამბობს და პირველ მევიხმარ რებულია და ამ დისკში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხობრივად ცოტა ნაკლები ხარისხი თავისთავად მაინც შევიდა და იმიტომ რომ კურიოზულობას რო ვახსენებ რებულის ამბებზე, იქ მერაბი როგორც სიმღერაში კურიოზულობაშიც გამოყრელი ეს არის ამბავია. და ჩაწერის მომენტს გავიხსენებ, ერთსაც როცა რებულის წერდი ერთ-ერთ ჩასვლაზე, ერთ-ერთი ჩაწერა გქონდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეს ოზურგეთში არის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და იმის დარბაზში გქონდა ესე იგი ჩაწერა და სიცხე იყო საშინელი გურიაში მოგეხსენებათ ნესტის სიცხე და შიგნით შევედით და ნუ ახლა უნდა ჩაწერო მე რა რომ ტელეფონით ვიწერთ მაინც ახლა ხარისხი რო ყოფილიყო და ეს ზუზუნი და ის რო არ ყოფილიყო კონდიციონერის ამიტომ კონდიციონერებაც რა თქმა უნდა გამორთული იყო და დავსხედით სად ახლა ეს პარტერი არის და სცენაა და აი ამ პარტერს და სცენას შუა არის მაგიდა და იქ დავსხედით და ეს უკაბელო ყურსასმენები მქონდა ეგრევე ბლუთუს ყურსასმენები და დაუმაგრე რებულის და ვუთხარი რომ აბა რებული ახლა უნდა იმღერო პირველი ხმა. არ მახსოვს რა სიმღერას ვღეროთ, მე მგონი მასპინძლის სამხიარულსა იყო, არ მახსოვს. ხო და ნუ დავჯექით და ეს რებულის ესე ზის და ნუ დაიწყო პირველი ხმა ჩავწერეთ და რაღაცა ხედავ რომ ეს კაცო ძალიან რაღაც ისია რა, არ არის კომფორტულად და რებული მე ვუთხარი ხომშვიდობაა რაღაც, წყალი ხო არ გინდა რაღაცა და არო სხელა ნამეტანიო. ნუ ახლა მე ვუთხარი იმას ვერ ჩავდო კონდიციონერს თანამხელა დარბაზზე ხარ ამას გულზე ხوار ჩავთათ. ხო და მოკლედ და რებული მეუბნება რომ აი მე შეიძლება უტანზე რო გავიხადაო. მე ვუთხარი რა ვიცი გაიხადე რებული თუ გინდა იყოს ვიყავი გახდილი მე ვუთხარი რა პრობლემაა ახლა სიმღერაში ახლა ტანზე მოდი იქნება თუ ჩასმულ დახურული ახლა ეს ჩვენთვის თედად გადამწყვეტი არ იყო და ნუ გაიღარა ტანზე მოდი ეს ყურსასმენები და დაიწყო ისე მღერა ამისი. იმიტომ რაღაცა იყოს ის არ გვინდაო ახლა ცოტა რომ მოეშვა ალბათ. ხო და კიდე იმღერა და ნუ ხედავ რომ ეს კაცი კიდე რაღაცნაირად ზის რა რაღაცა აწუხებს რაღაცა და აი მე კაცო მე ვთხარი რებული ხომშვიდობა წყალი ხო არ გინდა კიდე მეკითხება ტანზე მოდი გახდილი ვეღარაფერს ვეღარ დავაზობ ახლა კიდე ხო და ნუ რო ვიარო შეიძლებაო და აი მე მეთქი კაცო ეს ჩამაწერნე ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე ახლა იარე ტანზე გახდილი საკონცერტო დარბაზში ვარ და ნუ თან რა ვიცი იარე რებული თან ეს საშუალებას ბაზრობდა უკაბელო ეს ყურსასმენები იმის რომ იარესაც გინდა ახლა რა პრობლემა ხო და კაი და ესე იგი აქ ხო არის ეს მაგიდა და ასე არის გაყოლებაზე ეს არის რა თავისუფალი სივრცეა ხო ეს პარტერსა და იმის ეს ხო და აი ეს ხელები გადაჯვარედინებული ესე და ასე ხო დაждდებოდა და ასე ნელ-ნელა ნაბიჯ ასე ესე და მე მის ეს თამამი ნაბიჯებით და ესე პირველი ხმა ისე თავიდან ჩავწეროთ ეს მას და პირველ ხმას ასე ჩაწერდა მე გავიდოდა ბოლოში კაია მე ვთხარი მეორე და მე გაგწამოვიდა მეორე ხმას და ხო და ეს ისევ დავდობ ამაზე რომ სულ ნატყლობდი რომ ნეტა ვიღაცა შემოვიდეს ახლა და ვიდეო გადაგვიღოს უბრალოდ რა აი არა მე მეთქი კამერები ეგები იყო რაღაცა და სამწუხაროდ ეს არ არის მაგრამ აი შეგიძლიათ ჩემი ამ მოყოლიდან წარმოიდგინოთ ეს იყო ფილმი მოკლე მეტრაჟიანი ფილმი იყო აბსოლუტურად როგორ წერდა და ეს იყო უნიკალური ნიმუშია ჩაწერილი მასე ასე ტანზე მოჭიჭული მოსიერნე რებული რომ პარტერსა და სცენას შუა ხო ეს იყო მართლა ეს კურიოზული ამბავი და სულ კურიოზები იყო ამ ჩაწერებზე სულ ესეთი კურიოზები მოკლედ დავიწყეთ ჩაწერა მიმდინარეობდა ჩაწერა და თან პარალელურად ფიქრობდი რომ ეს ილიას კითხოვე და ეს მეგობრულად კი წერს რებულის და ის მაგრამ ეს დისკი გამოსაცემია და ახლა კაი ილიამ თუ ისე ჩაწერა ამ ეტაპზე ახლა დისკს ასე ლამაზ თვალები და ფენომენის გულიზე სამწუხაროდ დღესდღეობით არავინ არ წერს ასე აუცილებლობა იყო იმისა რომ მოგვეძებინა ფინანსები და ბევრი არც გვიფიქრია შევხვდით მე და ნანა მჟავანაძე და იქ ვისაუბრეთ იმაზე რომ
ეგებ დავკავშირებოდით ჩვენ უცხოელ მეგობრებს, ეს ხაზგასასმელი აუცილებლად. ავსტრალია, ისრაელი, ევროპის ქვეყნები, ამერიკა, არც თუ კიდევ რომელიმე ქვეყანა კონტინენტი გამორჩა, გამომზადეთ წერილი და მოკლედ ვთხოვეთ, რომ მათ ინტერესი თუ იყო და ასევე ჩვენ შეთავაზებებს გავაკეთეთ, რომ მოკლედ ამ პროექტს დახმარებოდნენ ფინანსურად. აი არ ვიცი, ეს იყო ყოველდღიურად შემოდოდა თანხები შემოდოდა ხანდახან აი გაოცებულები ვიყავით თანხის რაოდენობითაც. იმიტომ რომ არ მეგონა თუ მიუხედავად რომ ვიცით რომ ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ყავს ევროპაში, ამერიკაში და ისრაელში, მათ შორის ავსტრალიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში, აი ასეთ მხარდაჭერას არ ვლოდი და ეს მხარდაჭერა გამოიხატა კიდევ იმაში, რომ არა თუ პირველი დისკი დაფინანსდა სრულად, არამედ იმდენი თანხა შეგროვდა, რომ ეხლა ჩვენ საშუალება გვაქვს იმის, რომ სამწუხაროდ მეორე დისკს ჯერ ვერ დაუბეჭდავთ ამ თანხით, მაგრამ ჩვენ შეგვეძლება ახალი მეორე დისკის მასალა ჩავწეროთ სტუდიაში და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ ყველა და მათ შორის საქართველოდანაც დაგვეხმარნენ, რასაკვირველია საქართველოდანაც დაგვეხმარნენ და ეხლა სათითაოდ ყველა სახელები და გვარები რომ ჩამოვთვალო სამწუხაროდ ესე იგი ვიღაცა გამოგრჩება და ნაწყენი დაგვრჩება, ამიტომ დისკში ყველაფერი განსაკუთრებით წერია, სახელების, გვარებიც და ამიტომ ამ ხრივ მოკლედ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც რაღაც პატარა ფინანსური, ესე იგი, წვლილი შეიტანა ამ პროექტის, ესე იგი, ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო განხორციელებაში. გურული სიმღერა მოგვიხსენება არის ტრიო სიმღერებია, არის საგალობლები, არის საღიღინოები და მაგრამ წარმოუდგენელია გურული სიმღერა, ესე იგი, კრიმანტულის შემოსვლით და იქ ორგუნდიანი სიმღერებით ასევე. აქედან გამომდინარე ბევრი არ გვიფიქრია, ვისთანაც ქონდა ფაქტობრივად ეს ანსამბლურობასთან შეხება, როგორც ვთქვათ, აი 2017 წელს შევხვდით ანსამბლი ადილეი და რაღაც კარგი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა უკერებულისთან და შემდგომშიც არაერთხელ შევხვდით ვარ. მოკლედ დისკში ბოლო ორი სიმღერა ეს არის ადილა ალიფაშა და ხასან ბეგურა უკვე ჩაწერილია ადილეისთან ერთად და მე ვფიქრობ რომ რაღაცა ღირსეული პარტნიორობა ვეცადეთ რომ გაგვეწია რევულისტის და იმედია გამოგვივიდა.